გამარჯობა, ეს არის ერენ და თქვენ უყურებთ ანიმეპედიას. როგორც იქნა აირჩიეთ თემა, რომელიც ყველას უნდოდა, რინენგანი. დავიწყოთ. რინენგანი ეს არის სიასამნისფერი თვალი, შავი წრეებით, უძლიერესი დოძიუცუ 3 ძირითადიდან. სხაური ბიაგოგანი და შარენგანია. თქმულების თანახმად, როდესაც სამყაროში გასაჭირია, რინენგანი ადამიანისგან გამოგზავნილი ღმერთია, რომელიც ყველაფერს ააშენებს და აღორძინებს, ან პირიქით მიწასთან გაასწორებს. პირველად რინენგანი ჰაგარო მოცუცუკიმ გააღვიძა დედამისის რინე შარენგანიდან. მისის წყალობით მან სამყარო გადაარჩინა ატკუდასგან და შექმნა ნიში, რომელსაც ნარუტოს დროში ნინძიუცოდ მოეხსენიებენ. ჰაგარო მას მის საქმეების გამო 6-ის ბრძენი უწოდებს და მის თვალთან ერთად ლეგენდარულ არსებად ჩათვალეს. მას ღმერთთან აიგივებდნენ მიუხედავად იმისა, რომ რინენგანის მფლობელები მათ დროში სხვებიც იყვნენ. რინენგანის მიღება შეიძლება თუ გაქვს ჰაგარომას ჩაკრა ან მისი შვილების ენდრასა და აშურას ჩაკრების შერწყმით. ასევე არის კიდევ ერთი გზა, რომ მიიღო ის თავად ჰაგარომასგან. შავი ზეცუ დიდი ხნის მანძილზე მანიპულირებდა ენდრასა და აშურას რეინკარნაციებით, რათა მათ რინენგანი მიიღოთ, მაგრამ მხოლოდ მადერაზე შეძლო ამის მიღწევა. თუმცა მადერამ რინენგანი მხოლოდ ცოცხლის მიწურულს მიიღო, ჰაშინომა სენჯუს დნმ-ის გადანერგვით. რინენგანი მფლობელს დიდი რაოდენობით შესაძლებლობებს აძლევს, თუნდაც ეს თვალი ერთი და გადენერგილი იყოს, მისი მფლობელი გასაოცარ სიძლიერეს მოიპოვებს. რინენგანის მფლობელებს შეუძლიათ გაარჩიენ ჩაკრების ისევე როგორც ბიაგოგანს, მაგრამ მას არ აქვს ეგრეთ წოდებული რენტგენური ხედვა. ის ვერ დაინახავს ვერაფერს, ვერც კედლისა და ვერც კვამლის მიღმა. რინენგანის მფლობელები ადვილად სწავლობენ ხუთივე სტიქიას და შეუძლიათ გამოიყენონ შავი გადამცემები, რომლებითაც ჩაკრას გადატანაა შესაძლებელი. რინენგანს ასევე შეუძლია წაიკითხოს ჰაგარო მოცუცუკის დატოვებულ ქვაზე წარწერები და დაუძვრეს უსასრულოდ სუკიომის. ახლა კი გადავიდეთ 6-ის ტექნიკებზე, რომლებსაც რინენგანი იძლევა. დავიწყოთ. მიზიდვისა და განზიდვის ტექნიკები, სულის ამოსრუტვა, მრავალი ცხოველის გამოძახება, ჩაკრის ჩაყლაპვა და ჯოჯოხეთის მეფის გამოძახების ტექნიკა. ეს ყველაფერი გადანაწილდება პენის 6 გზაში, 6 ადამიანში, რომლებსაც მფლობელი შავი ნივთების საშუალებით მართავს. ასევე არის მე-7 გზა, სიცოცხლისა და სიკვდილის მართვა. უპროსტად მფლობელს შეუძლია გააცოცხლოს ყველა არსება, რომელიც მან მოკლა. ასევე რინენგანი ზოგ მფლობელს რაიმე უნიკალურ უნარს აძლევს. მაგალითად, მადერას შეეძლო თავისი მატერიალური ჩრდილების სხვა განზომილებაში შეექმნა, რომელთა დანახვას მხოლოდ რინენგანის მფლობელებს შეუძლიათ. სასკეს რინენგანმა ტელეპორტაციისა და განზომილებებში მოგზაურობის ძალა მისცა. მომაში კი ნებისმიერ ნინძიუცუს ყლაპავდა და უკან აბრუნებდა რინენგანის საშუალებით. ასე მთავრდება ძირითადი ინფორმაცია ნარუტოს ვიკიზე. იმედი მაქვს მოგეწონათ, რომ იცოდეთ ახლა 5-2 საათია და შეიძლება ჩანაწერი იმდენად კარგი არ გამოვიდეს, რადგან სამუშაოდან დაღლილი მოვედი და მძინარე თითქმის ვიწერ ამას. იმედი მაქვს მართლაც რომ მოგეწონებათ. ყველას მოვალ შეხვედრამდე, ნახვამდის.